ხვალ უმნიშვნელოვანესი დღეა უკრაინისათვის, ხვალ 18 დეკემბერს ევროკავშირში იმსჯელებენ, უნდა გადასცენ თუ არა ამ მებრძოლ ქვეყანას, ამ რუსეთის წინააღმდეგ წასულ ქვეყანას 210 მილიარდიდან 90-95 შესაძლოა 100 მილიარდიც კი. მოსკოვში შესაბამისად ამ თემაზე ნერვიულობენ, ეს არის რუსული გაყინული აქტივები, რომლებიც ისედაც გაყინულია ბოლო 4 წელიწადია, 2022 წლიდან, ანუ რუსეთს არ აქვს წვდომა ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ საკუთარივე ამ ფინანსებზე, რომლებიც მას განთავსებული ჰქონდა სწორედაც რომ ევროპულ ბანკებში, ევროპამ 4 წლის წინ დაუბლოკა ეს თანხები, რუსეთი ვერ სარგებლობდა, ვერც სარგებელით, ვერც ეგრეთ წოდებული პროცენტით, დარიცხული პროცენტით, ხოლო რამდენიმე ხნის წინ იცით თქვენ, რომ ევროკავშირმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილება, რომელმაც გადააფსიხა მოსკოვი. ამ გადაწყვეტილების თანახმად რუსეთის ათვის 210 მილიარდი არ იქნება დაბრუნებული მანამ სანამ რუსეთი არ მოახდენს თანხების გადარიცხვას, კომპენსაცია, რეპარაციას უკრაინისათვის, რასაც რუსეთი რასაკვირველია არც აპირებს, მიიჩნევს რა, რომ მას არაფერი დაუშავებია უკრაინის წინააღმდეგ და გადასახდელი არც არაფერი აქვს. ხო და ევროპელები ფიქრობდნენ და მოიფიქრეს, რომ რაღაცა ასე ფიქრობს რუსეთი და რაღაცა უკრაინას სასიცოცხლოდ სჭირდება ამ 210 მილიარდიდან მნიშვნელოვანი ნაწილი სჭირდება დღეს და ახლა. მოდი ახლავე იქნება და მოვახერხოთ და გადავცეთ დაახლოებით 90-95-100 მილიარდიო ევროპაში საკუთარი სტოვრებიც კი აფრინა პუტინმა, მათ შორის სერბეთის ლიდერი, მათ შორის უნგრეთის ლიდერიც აკეთებს ამასთან დაკავშირებით ფრიად უცნაურ და მისთვის მახასიათებელ განცხადებებს და პუტინი ემუქრება ევროპას და ეუბნება, რომ ამას თუ გააკეთებთ ჩვენ შესაბამის ზომებს და ნაბიჯებს, ზონებს მიმართავთ და ნაბიჯებს გადავდგამთო. რუსეთი აღელვებულია გითხარით, დიდი ხანია ის ღელავს თავისი გაყინული აქტივების სვებედის გამო, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთი ამ თანხას ვერ დაიბრუნებს და აქედან გამომდინარე რუსეთი ეუბნება ევროპას, რომ შენი სივრცე ხარ ამერიკისაგან განსხვავებით, რომელსაც ომი უნდა და რაღაცა ომი გინდა, ჩვენ ამაზეც კი თანახმა ვართ, ამაზეც კი წავალთ, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად იციან მოსკოვშიც და შესანიშნავად იციან ყველგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ ფიზიკური ძალა რუსეთს, როგორც ასეთი შეიძლება არც ეყოს და სახმელეთო ოპერაციები, თუნდაც აღმოსავლეთ ფრონტზე, აღმოსავლეთ მიმართულებით ევროპაში მან შეიძლება ვერც დაიწყოს ამას ვამბობ, მაგრამ მეორე მხრივ ვერ გაიგებ, ვერ ჩახვდები რუსეთის და პრეზიდენტ პუტინის ლოგიკას. გამორიცხული არ არის, რომ ის რამდენიმე ზოგი დათვლით ასეული და ნამდვილად რამდენიმე ათეული ათასი ჯარისკაცი, რომელიც მობილიზებული ხავს რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე, არ არის გამორიცხული, რომ მათ ეცადონ რეიდის, სამხედრო სახმელეთო რეიდის დარტყმას სუვალკის დერეფნის გავლით კალინინგრადის ოლქისაკენ და ასეთი პირდაპირი კავშირი დაამყარონ საკუთარივე ევროპაში არსებულ ტერიტორიასთან. რასაკვირველია, ნატო არ ჩამორჩება, რასაკვირველია, ნატო მობილიზებას მოახდენს, ნატო რომელიც გვარიანად შესუსტებულია, მაგრამ აი ეს დაპირისპირების გადატანა ევროპის კონტინენტზე უკრაინის მიღმა კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ყველას მთელ მსოფლიოში, ევროპის კონტინენტს რასაკვირველია და კიდევ უფრო მკვეთრი გადაწყვეტილებებისაკენ უბიძგებს შეერთებულ შტატებს, რომელსაც რასაკვირველია, საყვედურობენ იმას, რომ მან მიატოვა ძირძველი პარტნიორი ევროპის კავშირი, მაგრამ ამ გადაწყვეტილების რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვინც ის და იქნება ამერიკის შეერთებული შტატები გახდეს გაცილებით პროევროპული, ვიდრე ამას ოდესმე ბოლო პერიოდში ყოველ შემთხვევაში მისგან ვინმე ოდესმე ელოდა. რუსეთის
რუსეთის სტრატეგია გასაგებია ერთის მხრივ, მაგრამ გაუგებარია მეორე მხრივ. აქ იგითხარით, რომ რუსეთს აქვს საკმაოდ სერიოზული პრობლემები და მას რახანია ვერ აუღია დონბასის ის ნაწილი, რომელიც აღებაც მას უნდა ბოლო 4 წელიწადია. აქედან გამომდინარე, ფიქრი იმისა, რომ რუსეთი წარმატებული იქნება ევროპის მიმართულებით, რაც საკვირველია არასწორი ფიქრია. ერთის მხრივ, მაგრამ რაღაცა ხელსა და ფეხს რუსეთის ფედერაცია იქნევს უმისამართოდ და ასე გეტყვით უპრაგონოდ, პრობლემებს კი ნებისმიერ შემთხვევაში ის განსაკუთრებით ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე, ეს არის ბალტიის სახელმწიფოები, პოლონეთი ალბათ, შესაძლოა ფინეთიც, ის უთუოდ რუსეთის შექმნის. მოკლედ ჩვენ გვინდა არ გვინდა, უნდა შევეგუოთ იმ ამბავს, რომ მივექანებით, მივდივართ უფრო გლობალური დაპირისპირებისაკენ, რაც აქამდე ასე ვფიქრობდით და ასეთი ანალიზი კეთდებოდა, რომ უფრო გლობალური დაპირისპირება მოხდება უკრაინის დამარცხების შემდეგ და შემთხვევაში, მაგრამ ახლა ბოლო პერიოდია, ბოლო 2 კვირაა დაახლოებით თუ მეტი არა, გაჩნდა ასეთი ანალიზიც, რომ გლობალური დაპირისპირება მოხდება დამოუკიდებლად იმისა, უკრაინა დამარცხდება თუ არა და უკრაინა რომ ვერ მარცხდება, რუსეთი რომ ვერ ამარცხებს, ვერ ამარცხებს, ვერ ამარცხებს უკრაინას, ეს ფაქტია, მაგრამ რუსეთი ვერ ეგუება, მათ შორის ამ ამბავს, მიაჩნია რომ ევროპა ეხმარება სათანადოდ და ისე უკრაინას, რომ მასთან შედარებით, რუსეთთან შედარებით პაწყუა ქვეყნის დამარცხება შეუძლებელი ხდება. აქედან გამომდინარე, მთავარ ბოროტების სათავე არის სწორედაც რომ ევროპა და სწორედ ევროპაზე უნდა მიიტანოს იერიში, რასაკვირველია, მადრიდსა და ლისაბონს არაფერი ემუქრებათ რუსეთისაგან, მაგრამ კვლავ ვიმეორებ აღმოსავლეთ ფლანგს, ეს არის პრინციპში რამდენიმე ქვეყანა, ბალტიის 3 სახელმწიფო, ჩეხეთი ალბათ, ნაკლებად სლოვაკეთის საერთოდაც არა, იმიტომ რომ ის ერთგვარი მოკავშირეა რუსეთისა. პოლონეთი რასაკვირველია, არ გამორიცხოთ რომ აღმოსავლეთ გერმანიაც მთლიანი გერმანია, მაგრამ განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანია და სხვა ცალკეული სახელმწიფოები შეიძლება ცეცხლის ალში იყვნენ გახვეული, არ გულისხმობ სახმელეთო ოპერაციას. ამ პირობებში ზუსტად ამ დროს მიიჩნევს რა, რომ რუსეთი დაუმარცხებელი იქნება, გადაწყვეტილებას რომ რუსეთთან იყოს კიდევ უფრო მკვეთრად იღებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. ის მომლოდინე რეჟიმში კი არ არის, რომ აი ახლა დავაკვირდები, რომელი მხარე მოიგებს და ვინც ძლიერი იქნება, მოდი იმისკენ გადავალ, ეს რომ იყოს, ესეც ცუდი ამბავი იქნებოდა, იმიტომ რომ შენ უნდა იყო არა იმდენად კონფლიქტის მხარე, არამედ უნდა უერთიანდებოდე იმ სახელმწიფოთა თანავარსკვლავებს, რომელიც სიკეთისკენ არის, რომელიც ისტორიის სწორ მხარეს დგას, უკვე ამ თავითვე უნდა აფიქსირებდე საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას, ვიმეორებ პოლიტიკურ პოზიციას და არ უნდა მონაწილეობდე მაინც და მაინც ომის აქტიურ ფაზაში, მაგრამ შეუნდა გქონდეს ესეთი ღირებულებითი თანხმედრა ევროპასთან და კონკრეტულად ევროპასთან და მთლიანად დასავლურ სამყაროსთან, მაგრამ ეს უკუაგდო საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ და მან მომლოდინე ქვეყნის პოზიცია კი არ დაიკავა, არამედ მან მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ უკვე ამ თავითვე გადასკუპდეს საბოლოოდ რუსულ ნავში. რუსულ ნავში გადასკუპების თვალსაჩინოება ბევრია, რას არ აკეთებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, მაგრამ ყველაზე უფრო თვალსაჩინო ესეთი ვიზუალურად აღქმადი მაგალითი თვალსაჩინოება არის ირაკლი კობახიძის წაბრძანება, წათრევა თურქმენეთში და იქ პუტინთან ერთი ფოტოსესიის ჩატარება. თუნდაც და გარკვეული ალბათობით არ ვიცით, არა ვარ დარწმუნებული, არ აქვს ინფორმაცია, არ გავრცელებულა ფოტო არ ვიდეო კადრი, მაგრამ გარკვეული ალბათობით 30-40 წამიანი გადაკვეთა შეხვედრა რუსეთის ლიდერთან. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფორუმი, რომელიც გაიმართა თურქმენეთში, ეხებოდა ნეიტრალიტეტის აუცილებლობას, ნეიტრალიტეტის თაობაზე სლოგანი ჰქონდა. თურქმენი ნეიტრალური სახელმწიფოა ამ ფორუმს და საქართველოს დე-ფაქტო თუნდაც ლიდერი, რომელიც ვერ ჩადის ბრიუსელში, ვერ ჩადის ვაშინგტონში, ბერლინსა, პარიზსა თუ რომში, ჰელსინკიში თუ კიევში მით უმეტეს, საქართველოს დე-ფაქტო ლიდერი
საკუთარ თავს და შესაბამისად ქვეყანას აიდენტიფიცირებს არადემოკრატიული სივრცის მეტწილად, რასაკვირველია, არადემოკრატიული სივრცის წევრ სახელმწიფოებთან და იმ სახელმწიფოებთან თურქეთს არ გულისხმობ, რომლებიც ერთგვარად ან გარკვეულწილად არიან რუსეთის ფრთებქვეშ, ან რომლებზეც გავლენის მოხდენა უნდა რუსეთს, როგორც მძლავრ რასაკვირველია სახელმწიფოს. ეს არის ღირებულებითი არჩევანი და კი ამიტომაც დაიმსახურა კიდევ ერთხელ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ქებაი და დიდებაი მოსკოვისაგან და მოსკოვიდან ითქვა, რომ პრაგმატულ პოლიტიკას ანხორციელებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და რა იგულისხმება, მოსკოვში შესანიშნავად არათუ ხვდებიან, არამედ იციან, რომ ხვალ თუ არა ზეგ გარკვეული ფორმალური საკითხების მოგვარების შემდეგ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება გადადგამს ამგვარ ნაბიჯს. ის უარს იტყვის საბოლოოდ ეგრეთ წოდებულ ორპირ ქარში დგომაზე, შეიკავებს თავს, კი არა უარს ეტყვის ნატოს ღიად, რომ ჩვენ აღარ გვინდა, იტყვის, რომ აღარ გვინდა ჩვენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, არც აღარანაირ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში, რომელიც დაფუძნებული თუ შექმნილი იქნება უკვე შემდგომ ნატოს, დღევანდელი ნატოს ბაზაზე, რომელიც გააერთიანებს ყველას თუ არა ბევრ სახელმწიფოს, ვინც ახლა არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება აპირებს, რომ თავი დურთოს და ქვეყანასაც ადურთინოს თავი რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ-კულტურულ, სოციალურ სივრცეში, პირველ ყოვლისა რასაკვირველი იგულისხმება კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, ეგრეთ წოდებული ODKB. ოღონდ ამის გარდა თუ ამის პარალელურად საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ალბათ წავა საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის სტატუსის ცალმხრივ მინიჭებაზე, ცალმხრივად ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე, პლუს ამას ყველაფერს რუსული სამხედრო ბაზებისათვის საოკუპაციო სტატუსის მოხსნაზე, პლუს ამას ყველაფერს ეკონომიკური ურთიერთობების გაღდგენაზე და ასე შემდეგ, საელჩოების გახსნაზე, ანუ ქართული საელჩოს გახსნაზე მოსკოვში და მოსკოვური საელჩოს გახსნაზე თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ სოხუმსა და ცხინვალში რუსეთს ისედაც გახსნილი აქვს ორი საელჩო, ანუ ერთ დე-იურე ტერიტორიაზე იქნება სამი საელჩო რუსეთის ფედერაციისა, ოღონდ თავად რუსეთი მიიჩნევს, რომ სამივე კანონიერი საელჩო იქნება, სამივესთან აქვს დიპლომატიური თანაბარი ურთიერთობები, ხოლო საქართველო მიიჩნევს, რომ ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა და პრაგმატული პოლიტიკის ნაწილია. ეს ყველაფერი ახლა არსებობს ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, რა ბედიელის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს პირველი მოხდება თუ არა ანექსია როგორც ასეთი. მე მაგალითად 2-3 დღის წინ სწორედ ამ თემაზე ვლაპარაკობდი, ვერსიის სახით შემოგთავაზეთ, არსებობს ეს ვერსია, ანექსია და ამის საფუძვლები ჩვენ, ამგვარად ფიქრის საფუძვლები ჩვენ გვაქვს და მეორე ვერსია არსებობს იმის თაობაზე, რომ ანექსია სულაც არ მოხდება და რუსეთი გაგიკვირდებათ და ისევ გააგრძელებს ოკუპაციას და საქართველოს ხელისუფლებისაგან მოითხოვს აღიარებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისა. არის ამს ამას საქართველოს ხელისუფლებაო, იტყვის ბევრი თქვენგანი, არის ამს, რასაკვირველია დღეს და ახლა, მაგრამ თუ გადანადგურებული ეყოლება მარჯვნივ და მარცხნივ ოპოზიცია როგორც პოლიტიკური მდგენელი, ოპოზიცია როგორც პოლიტიკური სუბიექტები და მეორე მხრივ სამოქალაქო საზოგადოება და მესამე მხრივ კრიტიკული მედია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუ ამოშანთული იქნება პროტესტი ჩვენს სინამდვილეში, როგორ არის ამს, როგორ არ გაუკეთებს ამას ქართულ სახელმწიფოს, იმ ადამიანებთან ერთად დარჩენილი დე-ფაქტო ხელისუფლება, რომლებიც ეს ადამიანები იოლკაზე დადიან და იოლკის სათამაშოებით ხარობენ და სხვა არც არაფერი აინტერესებს. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ პრაქტიკულად ყველა რაიონში, ყველა დიდ ქალაქში ან პატარა ქალაქში ასეთი იოლკა მოყვარულები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე პირები, რომლებიც გრძნობენ ეგზისტენციურ საფრთხეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, სხვადასხვა მიმართულებით ეგზისტენციურ საფრთხეს თუ საფრთხეებს, განათლების რეფორმას წოდებულ მკვლელობას, ვინც აპროტესტებს ცოტანი ვართ, ვინც ამ ახალი რეესტრების შექმნას აპროტესტებს ცოტანი ვართ,
ვინც ამ დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას აპროტესტებს, ცოტანი ვართ, ვინც ამ დე ფაქტო ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებს, ცოტანი ვართ და ასე შემდეგ, მაგრამ აქ არის ერთი დეტალი, ერთი ნიუანსი, ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, როგორ მოახდენს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, თუ კონსტიტუციაში გაწერილია არსებობს 78 მუხლი და შესაბამისად ამ კითხვას რომ გავცეთ პასუხი, ერთ ლოგიკას უნდა გავყვეთ. როგორ და აი ასე. მოსპობს ოპოზიციას, მოსპობს კრიტიკულ მედიას, მოსპობს კრიტიკულ აზრს, მოსპობს რუსთაველის გამზირს და უკვე შემდგომ სადღაც მაისის თვისთვის ჩაატარებს, მაისის მიწურულისთვის ჩაატარებს რიგგარეშე არჩევნებს, რომელშიც მხოლოდ მისი სატელიტი პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, ასე მაგალითად გახარია და სხვები, შეიძლება იაგო ხვიჩია და სხვები მიიღებენ შესაბამისად მიიღებს 75-77 კი არა, ხო 80% დაახლოებით, ანუ 113-115 დეპუტატს გაიყვანს და ის 115 მონამორჩილი ბენზინა ივანიშვილისა მყისიერად შეცვლის უკვე შემდგომ კონსტიტუციას, 78 მუხლსაც ამოიღებს და რეფერენდუმი დასჭირდება თუ არა სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ რომც არ დასჭირდეს, ან რომც დასჭირდეს, საქართველოს ჩაუწერს ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს და დაემშვიდობეთ 10 წლეულები თუ საბუდაბოდ არა, ამ შემთხვევაში ევროპას, იმიტომ კი არა რომ ბენზინა ივანიშვილი 10 წლის ან 20 წლის 78 წლის განმავლობაში იქნება ამ წუთიდან არავითარ შემთხვევაში არც მისი მემკვიდრეები არ იქნებიან. უხეშად ვიტყვი 10 წლის თუ 15 წლის თავზე ჩვენს ქვეყანაში მართველები, პირდაპირ მემკვიდრეები, ივანიშვილები ან პოლიტიკური მემკვიდრეები, კობახიძეები ან კობახიძის მსგავსები, არა, ჩვენ დასაკვირველია მანამდე გავიმარჯვებთ, დავამარცხებთ ბენზინა ივანიშვილს, მაგრამ ნდობა როგორც ასეთი ევროპას საქართველოს მიმართ არ დაუბრუნდება, ევროპას რომელიც ახლა კრიზისშია, მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ევროკავშირია ძალიან დიდ კრიზისში, მე ვეთანხმები და ვაღიარებ, რომ ნატო პრაქტიკულად აღარ არსებობს, მაგრამ ნატოს ბაზაზე, ნატოს ფუნდამენტზე, საზირკველზე, საფუძველზე უთუოდ შეიქმნება რამდენიმე ქვეყნის, სხვათა შორის უკრაინასთან გაერთიანებული, უკრაინასთან ერთად რამდენიმე ქვეყნის ალიანსი, იმ ქვეყნებისა, რომლებიც გრძნობდნენ და გრძნობენ და იგრძნობენ საფრთხეებს მომდინარეებს არა მხოლოდ რუსეთიდან, ეგრა მაგის პასუხი არამედ ზოგადად ანტიდემოკრატიული ცენტრებიდან, აქ პეკინი არ უნდა გამოგრჩეს, აქ არ უნდა გამოგრჩეს ჩრდილოეთ კორეა, აქ არ უნდა გამოგრჩეს ირანი, აქ არ უნდა გამოგრჩეს ის საფრთხეები, ის ქვეყნები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ გლობალური მშვიდობისათვის, დემოკრატიისათვის, განვითარებისათვის და ასე შემდეგ. მოსკოვი არ არის მეორე ხარისხოვანი დასაკვირველია, დღეს მოსკოვია ბოროტების მთავარ-მოთავე, იმიტომ რომ მისი ექსპანსიონისტული, აგრესიული პოლიტიკა გადავრცელებულია რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოსაც, უკრაინაზე ხომ გადავრცელებულია, ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ და კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ ირაკლი კობახიძის უფრო ზუსტი რომ იყო ბენზინა ივანიშვილის ეს ღირებულებითი არჩევანი, ის კი არ არის რომ მარტო 3, 5, 7 წლით დაგხვევს უკან, არა, ჩვენ დაგხვევს მრავალი ათეული წლის განმავლობაში, თუ რამ ექსტრაორდინალური არ მოვიფიქრეთ და ჭაობიდან კი არ ამოვედით, არამედ არ ამოვხდით უკვე შემდგომ, როდესაც ბენზინა ივანიშვილის რეჟიმს შევცვლით თუ არა, კიდევ უფრო მეტად გაგვიჭირდება თლად გულახდილი რომ ვიყო, მე მუდმივად ოპტიმისტური შესახილებით გამორჩეული კაცი, ღიად გეუბნებით რომ თუ ბენზინა ივანიშვილს გაუვიდა ის რა ჩარაფიქრებიც აქვს, ჩვენ კიდევ მეტად გაგვიჭირდება მისი დამარცხება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ვერ დავამარცხებთ, ოღონდ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანი ღირებულებები და ინსტიტუციები, ინდივიდიც და პატარ-პატარა საზოგადოებრივი ერთობები, მათ შორის პოლიტიკური პროცესიც, უფრო ზუსტი რომ ვიყო, პროტესტის პროცესი, უფრო ზუსტი რომ ვიყო, უნდა გადავარჩინოთ როგორმე ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვიკრძალავენ რუსთაველის გამზირზე გასვლას და რუსთაველზე გასვლასაც კი და ტროტუარზე დგომასაც კი ეს კარგად უნდა გავიგოთ. ამიტომ დინამიკა, პროცესია ყველაფერი. მე წინა ვიდეო ბლოგში 5 წუთიანში ვთქვი რომ არ მოგიწოდებთ ქუჩაში გამოსვლისაკენ, აღარ მოგიწოდებთ, იმიტომ რომ თუ გინდოდათ გამოსვლა,
აქამდე უნდა გამოსულიყავით. ვინც ვერ ახერხებს. იმდენი ვართ ქუჩაში, რამდენიც ვართ. მაგრამ მე მოგიწოდებთ გაისიგრძე განოთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა, უკვე აღმოჩენილია და თქვენი დუმილიც ან არ გამოსვლა ქუჩაში თუნდაც რამდენად კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ქვეყანას, რომლის ლიდერის მიზინა ივანიშვილი კიდევ უფრო არაორდინალური და მძიმე საქართველოს სახელმწიფოსთვის მძიმე გადაწყვეტილების მიღებისათვის თუ მისაღებად ემზადება. ნახვამდის.